სულ ცოტა ხნის წინ 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და მათ 13 სექტემბერს დაანონსეს საპროტესტო აქცია. ამის შესახებ შესაბამის ბრიფინგზე ისაუბრა ელენე ხოშტარია. უფრო კონკრეტულად მან თქვა, რომ 31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო რეჟიმმა არათუ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგთანო. ასევე ამავე განცხადების დროს ელენე ხოშტარიამ მოუწოდა კოლეგა ოპოზიციონერ პარტიებს, რომლებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რომ უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, დაუბრუნდით ერთობას და ვიკრიბებით 13 სექტემბერს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ასეთი შინაარსის საპროტესტო აქცია მსვლელობა დაანონსდა, როგორც გითხარით, სწორედ 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან და სწორედ მათი გუნდის წევრები არიან ახლა ჩვენთან სტუდიაში სტუმრად, მათთან უნდა გავაგრძელოთ საუბარი. წარმოგიდგენთ ჩვენი სტუდიის სტუმრებს გიორგი იმედაშვილი კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი და ლევან სანიკიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. მოგესალმებით ორივეს, მადლობა იმისთვის, რომ გვითხოვთ დროს და მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოვიდით, რადგან საუბრობდით აი გორზე, ბრაზმაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე New York Times და მის რაღაცა ინტერვიუზე ამით დავიწყოთ, ხომ რომ ერთიანი კონტექსტის ნაწილია ეს ყველაფერი, ჩვენი იზოლაცია ევროპისგან, რუსეთთან მაქსიმალურად დაახლოება და ასე შემდეგ. ჩაწერეს როგორც წამების მოწმე და ამან ჩვენება მიცა რუსეთის სასარგებლოდ. დაახლოებით ესეთი რაღაც მოხდა, რაც ყველაზე დასანანია. შემდეგ ჟურნალისტი დაანაშაულა. რომ მიიღო პასუხი New York Times-ის. ყველას გვაქვს ხო რაღაც ჩვენ საყვარელი ჟურნალები ასე ვთქვა და შეიძლება ვიღაცას რომელიმე სხვა ჟურნალი უფრო უყვარდეს, მაგრამ ერთი რასაც ამ კონკრეტულ გამოცემას ვერ დაუკარგავთ, არის რომ ისინი 1000-ჯერ ამოწმებენ ხოლმე ინფორმაციას, რომელსაც ბეჭდავენ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ხარისხია ჟურნალისტური სტანდარტის, იქ ძალიან ბევრი წელი. სინამდვილეში ეს კაცი არის ნამდვილი ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე. აი ყველგან სადაც საქართველოს ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ეს კაცი იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. შეიძლება ამ კაცს სხვა გარეგნობა მიეცეს, სხვა სახელი და გვარი მიეცეს, ტენდერებში სხვა საკითხის კომპანია მოიგონოს და ისე მიიღოს მონაწილეობა. სინამდვილეში არის ნამდვილი სიმბოლო ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარის, იმიტომ რომ აი ამ კაცს ქართული ოცნების კრიტერიუმით რაც არაფერი დაეწუნება და ვერ უპოვის ვერანაირ შენიშვნას ვერც ერთი სხვა ქართული ოცნების წევრი, რომ რაღაცნაირად მას გადაახტეს. იმიტომ სინამდვილეში ძალიან იშვიათია ისეთი მაამებლური საზოგადოება, როგორც ქართული ოცნება არის, ხო? მთელი ეს ჩვენი ბოლო ისტორიის 14 წელიწადი ვუყურებთ ჩვენ როგორ უხდენ ესენი კოლექტიურ მადლობებს ერთ კაცს და არ დაიღალნენ ამ საქმეში, ხო? როგორ ცდილობენ რომ ყველანაირად ეს კაცი ასიამოვნონ და აი ეს რიტორიკა არის ის რაც სიამოვნებს ამ კაცს. და თუ ჩვენ გვახსოვს ბიზნა ივანიშვილის გამოსვლა გორში, რომელსაც აი ალბედითი ბოდიშით დაგვამახსოვდა, ხო, ყველას რომელსაც შეეცხვებათ ჩვენ შვილებს, როცა ამას მოისმენენ, აი საშინელება იქნება მათთვისაც კი, ვისაც ეს დრო არ ახსოვს, ხო? სინამდვილეში ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ეს სიტყვები სიამოვნებს ამ კაცს. მათ სუფრებზე, მათ დღესასწაულებზე ეს ისმის, რასაც ეს კაცი ლაპარაკობს. ამიტომ მისთვის ეს რაღაც განსაკუთრებული სიახლე, ნოუ-ჰაუ არ ყოფილა და თავის გამოჩენის სხვა ვარიანტი არ ქონდა უბრალოდ და ის თქვა, რაც მისი აზრით, აი, დოწაიკითხავს ბატონ ბიზნეს თუ მიუტანენ და ვინც ქართულ ოცნებაში მუშაობს, ყველა მიცის, რომ კვირაში რამდენჯერმე ბიზნა ივანიშვილთან მიდის დაიჯესტი ყველანაირი მედია სივრცის, ყველა მიცის, რომ ასეთი შემთხვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე აძლევს ინტერვიუს New York Times, იქნება უიშვიათესი, ხო? ამიტომ ამ კაცმა იცოდა, რომ ვაიმე, ჩემი უფროსი აუცილებლად ნახავს რა ვთქვი და მოდი ვთქვათ ის, რაც მას ყველაზე ძალიან გაახარებს. იმიტომ რომ ეს კაცი ასეთი კაცი ეს არ მოიტყუებოდა. ჯერამის. იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ ნახეთ, რომ რა თქვა გინტურის შესახებ, ხო მე მოვიძიე და კიდე უფრო შემზარავი სიტყვები თქვა, რომ არ შეიძლება რომ ვიღაცამ დალიოს და მე იქით ხარის გადავიდეს. ხო ეს არის სრულიად სამარცხვინო. კი ბატონო. და მართლა ჩვენ შვილებს რომ ტანში გასცრავთ, ეგეთი სიტყვები არის, როცა ამას გაიხსენებენ და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტშიც გვესმოდეს, როგორი პასუხი სჭირდება ასეთ ღალატს. და როცა გახარიას პარტია, როცა ლელო მონაწილეობს არჩევნებში, რომელიც ეგრეთ წოდებული არჩევნებია, მხოლოდ რომელსაც ისინი ცდილობდნენ, რომ გაყალბებული შედეგი ექნება, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ ისევე უნდა დადონ პირობა რაღაცნაირად, რომ ეს არჩევნები შედეგები არ დარჩება
აღიარებული მას შემდეგ, რაც ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება ამ ქვეყანაში. აბა რას აპირებენ ისინი, რომ გორში შეუნარჩუნონ ამ კაცს კიდევ 4 წელი, მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეობა, იმიტომ რომ ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება 4 წელი ვერ გაძლევს საქართველოში. და ამ თანამონაწილეობით ამ არჩევნებში რა გამოდის, რომ ეს შედეგები მერე ვიღაცამ უნდა აღიაროს ოპოზიციის მხრიდან, ეს ასე არ იქნება, ეს შედეგები გაუქმდება. რამდენი საკრებულოს წევრიც არ უნდა აიღონ გახარიან და რამდენი საკრებულოს წევრობის უფლებაც არ უნდა მოიპოვოს. ლელომ ეს შედეგები გაუქმდება, რომ ესეთი ხალხი არ იყოს საკრებულოს თავმჯდომარეები კონკრეტულ რეგიონებსა და რაიონებში საქართველოში. მაგალითად, გორში ნაწამებ დაბომბილ ქალაქში არ შეიძლება, რომ ეს კაც კიდევ 4 წელი დავტოვოთ ხელისუფლებაში. ამას ჭირდება ამ დე ფაქტო სრულიად გაყალბებული პროცესის გაუქმება. და ამ გაყალბებულ პროცესში ვინც მონაწილეობს, იმას თუ გონია, რომ ის შეუნარჩუნდება, არ შეუნარჩუნდება. და თვითონაც გაუჭირდებათ ამის თქმა, რომ ეს კაცი 4 წელი ხელისუფლებაში უნდა დარჩეს. წარმოიდგინეთ, შეიძლება საქართველოს ევროკავშირის წევრი იყოს იმ დროს, როდესაც ეს კაცი თურმე კიდე გორში საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს. ყველა მიცის, რომ მას ერთი მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ ეყოლება. ხო, ასეთ სიტყვების შემდეგ ბიზნეს ივანიშვილის გარდა, მაგრამ დღეს ის გულშემატკივარი ყავს, ვიც უზრუნველყოფს მის საკრებულოს თავმჯდომარეობას და რატო ვეხმარებით ამ საქმეში ვინმე ვინც ბიზნეს ივანიშვილის წინააღმდეგ ვიბრძვით ეს მე არ მესმის და ეს სწორედ ეს არის ღალატი ამ პროცესის რომელშიც ვიმყოფები თუ აგერ უკვე ფაქტობრივად 1 წელიწადია ხო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებში. იცით რა მინდა გკითხოთ, აი ძალიან ბევრი სვამს ხოლმე ამ შეკითხვას, რაც ვფიქრობ რომ არის ლოგიკური, აი მე მესმის თქვენი სკეპტიციზმი ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არაერთი არგუმენტი მომისმენია, არა მარტო ბოლო თვეების წლების განმავლობაში შემიძლია თამამადაც თქვა, მაგრამ აი მეორე მხრიდან უკაცრავად ბოდიშს გიხდით, წყალი არ მქონია. არის ასეთი სურათი, რომ აი ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ ბოიკოტი არის უმოქმედობა მათი შეფასებით და ჯობს არჩევნებში მონაწილეობა და არ ვიცი, შეიძლება ბოლომდე ვერ დავამარცხოთ, მაგრამ რაღაც მაინც წავართვათ, წავგლიჯოთ ამ სიტყვას. იყენებენ ხშირად, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში აი დაუშვათ 4-ში 8-ზე რომ გამოცხადდა ის შედეგი, ჩატარდა ის არჩევნები, როგორც ჩატარდა, გამოცხადდა ის შედეგიც, ივანიშვილმა დაწერა ის, რაც დაწერა, ზოგს ამდენი დაუწერა. აი მე რა ხდება, აი თქვენი გეგმა რა არის ასეთ შემთხვევაში აი თქვენ როგორ აგრძელებთ? ერთი რაც მინდა გითხრათ არის, რომ მე სკეპტიციზმს ვერ დავარქმევდი იმას, რაც ჩვენ ეს არის პოლიტიკური პოზიცია უბრალოდ ჩვენი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ველით რომ ეს გაყალბდება ან რაღაცნაირად ეჭვ გაწუხებს ამის შესახებ, ჩვენ ვიცით რომ ამ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები. შესაბამისად ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რომ ვუწოდოთ არარსებულს რაიმე არსებული სახელი, ხო? შევქმნათ იმიტაცია იმისი რაც არაერთხელ უკვე მოხდა საქართველოში, რომ ძალიან ბევრი წელი პარლამენტი იყო უბრალოდ რაღაცნაირი ნოტარიუსი, ხო, ბიზნეს ივანიშვილის და რასაც გამოვიდოდა მისი ოფისიდან ყველაფერს კანონად აქცევდა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მაინც რაღაცნაირად ამ დღის წესრიგში ვიყავთ და ვეძახდით ამ ადგილს პარლამენტს და ასე შემდეგ, ხო. სინამდვილეში ჩვენ არ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, ჩვენ ვართ არ თანამშრომლობის რეჟიმში. მაგალითად, ჩვენ რო ბოიკოტის რეჟიმში ვიყოთ, ბოიკოტი საერთოდ სხვა რაღაც არის და მაგალითად შეიძლება დაგვკვირვებლები ყოლოდა, ან მაგალითად CSKO-ში წარმომადგენელი ყოლოდა და მაგალითისათვის ლელოს და გახარიას წარმომადგენლები დღეს იჯდნენ კალანდარიშვილთან, სიამტკბილობდნენ და იქ რაღაც თითლებაზობაც მიდიოდა იმ მაგიდაზე, რაც ვნახე მე და ძალიან შემწყვა, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ არ თანამშრომლობის რეჟიმში. და არ თანამშრომლობის რეჟიმა რა როიჩდნენ ეს რატოა პრობლემა თუ იღებენ ყველაფერი პრობლემა მონაწილეობას. ყველაფერი პრობლემა. მე სამას ვამბობ, რომ ეს არ იქნება უბრალოდ ისე დანახული, რომ თითქოს რაღაც ერთ ფულცელზე უბრალოდ გვერდი დაიწერება ქართული ოცნება, ლელო გახარიან რომელიმე სხვა პარტია, ხო? ეს იქნება უშუალო თანამონაწილეობა. მათ შორის თანამონაწილეობა CSKO-s ოფისში, რომელიც არის კრიმინალის განყოფილება ზოგადად, კრიმინალური თავშეყრის ადგილი და ყველა იქ ვინც ფაქტობრივად დღეს არის ჩართული ამ საქმეში აგებს პასუხს რაღაც მომენტს საქართველოს წინაშე და ამ ხალხს იარაღი დაუკანონა ქართულმა ოცნებამ რაღაცნაირად ხალხისგან თავი დაიცვანა, წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც მოხდა, ხო, წლებს. და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ თანამშრომლობა არის კონკრეტული სტრატეგია. ამ კონკრეტული სტრატეგიით შეცვლილად ხელისუფლებები ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ შორის აღმოსავლურ ბლოკში მე 80-იანი წლების ბოლოს, ხო? აქედან გამომდინარე, ის არ თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ის გულისხმობს არჩევნებში არ მონაწილეობას, ის გულისხმობს CSKO-s აი ამ რაღაც ფარს შეხვედრებში არ მონაწილეობას, ის გულისხმობს არაღიარებას საქართველოს ეგრეთ წოდებული პარლამენტის, რომელშიც ჩვენ არ შევედით, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი საქციელი იყო, რამაც დაუდო საბაბი
არ აღიარებას ქართული ოცნების ხელისუფლებისა ევროპასა და ამერიკაში, რაც უნიშნულოვანესი მონოპოლია აქვს საქართველოს მოსახლეობის ყოველწლივის ბიზნესმენის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ეს გზა იყო საკმაოდ სწორი. აი ახლა თქვენ მკითხეთ იმ კონკრეტულ თარიღს. მესმის, მაგრამ იცით რა ვერ გავიგე, ანუ არ თანამშრომლობ, აი თქვენ აი ესე მყარად რო დარჩები, არ თანამშრომლობთ. აი ესე არ თანამშრომლობთ, არც ერთ პროცესში, სადაც ქართული ოცნება არის, იქ არ ვართ, ცესკოშიც არ ვჭდებით ბატონო კალანდარიშვილის გვერდით და რა, ივანიშვილი რაღაცა იღლება, ეს მობეზდება ეს. არა, ეს არ თანამშრომლობა ხო ერთი მხარეა. ჩაგაბა და დათმობს ძალაუფლებას და გამოვიყვანთ ისე, აი ჩემ თხოვნა იქნება, რომ ნუ გამოვიყვანთ ისე თითქოს ბიზნეს ივანიშვილს რაღაც მობეზრება ან მისი წყობიდან გამოყვანა ადამიანურად არის ჩვენი მიზანი, ხო? ჩვენ ეს არ გვაინტერესებს და დამარცხება ხო არის მისი მიზანი. ხო, ჩვენ დამარცხება ხდება ორი კონკრეტული რაღაც. შრომლებით და რაღაცნაირად არ შეიმჩნევთ მის არსებობას, ამით დამარცხება. ეს არ არის, არ შევისვით. ჩვენ არის ხელშევუშლით. და ეს ხელშეშლა გულისხმობს როგორც არ თანამშრომლობას, ისე გულისხმობს პროტესტს. იმიტომ ჩვენ გვაქვს პროტესტის ღია კერა, მაგალითად რუსთაველის გამზირდა და ასევე გვაქვს პროტესტის სხვადასხვა სახეები და დღეს კიდევ ერთი ძალიან დიდი აქცია დაანონსდა, რომელსაც შეიძლება საერთოდ სხვა სახით კონდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ორი ეს იარაღი ერთად არ თანამშრომლობა და ბრძოლა პროტესტის სახით. მხოლოდ ეს გამოიღებს შედეგებს, ხო? მაგალითად ჩვენ გვაქვს ამის უამრავი მაგალითი. შეგვიძლია გავიხსენოთ აღმოსავლური ბლოკის რღვევა 80-იანი წლების ბოლოს, შეგვიძლია გავიხსენოთ არაბული გაზაფხულის ეპიზოდები, როცა იგივენაირად მოხერხდა რყევა ხელისუფლების მაშინდელი ავტორიტარების ამ ტერიტორიაზე და მათ მოუწიათ დათმობა. რატო? იმიტომ რომ ესაც არ თანამშრომლობ ხელისუფლებასთან, თან ის არის აქტიური პროტესტის საგანი, მაშინ ხელისუფლებაში ხდება რა, ის არის არაღიარებული მთელ მსოფლიოში. ამას მოყვება სანქციები, რომლის გაძლებას საქართველოს ეკონომიკის ქვეყანას ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ამ ეკონომიკის ბულჯებს დაპატრონებულია დღეს ქართული ოცნება ან მისი კლანი, ხო? ამას მოყვება ურთიერთდაპირისპირება, რაც სახეზეა. უკვე რო ნიშნავენ თანამდებობაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ადამიანს მაგალითისათვის ოხანაშვილს, ხო? ოხანაშვილმა შეიძლება თვითონ აღარ იცოდეს ამ თანამდებობაზე 2 თვე გაძლებს, 3 თვე გაძლებს თუ ის 4 წელიწადი, რომელიც თვითონ ქაღალდზე არსებობს ერთ ხელისუფლებიდან მეორემდე, ხო? იმიტომ ჩვენ ნახეთ გვერდ რამდენიმე შემთხვევა ყველაზე დიდი სუსის უფროსის, რომელიც დანიშნეს და მე 36 კამერა მათოს სახლის წინ დააყენა, ხო? მე ვიდეო ნახე საერთოდ. სწორად გამიგდეთ, თქვენ ეხლა რაღაც ისტორიულ მაგალითებს მიყვებით და მეუბნებით რომ რაღაცა გუშინდელ შემთხვევას გეუბნებით, როცა მოხსნეს სუსის უფროსი. გავიგე, სხვა რაღაც ვიგულისხმოთ, რომ ოხანაშვილის შემთხვევა რა გუშინდელია, ეს ვიცი, დარწმუნებული ვარ ძალიან სწორად რა კონტექსტით ვიგულისხმობ ამ შეკითხვაში, ანუ რომ რადგან გამოცდილება და ისტორიული მაგალითები ამას გვაჩვენებს, რაღაც გარდაუვალ პროცესად გეჩვენებათ, რომ აი ეს არ თანამშრომლობა დღეს იქნება, ხვალ იქნება თუ 1 წლის შემდეგ იქნება ივანიშვილს და ამარცხებს, ანუ ასე მე დარწმუნებული ვარ, მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს 1 წლის შემდეგ იქნება, ამჯერა, მე მჯერა რომ ეს იქნება ძალიან მალე, რომ ბიზნეს ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა და ჩვენ სწორედ მაშინ უნდა ჩავერთოთ პოლიტიკურ პროცესში მასთან, როდესაც მას დათმობაზე წასვლა მოუწევს და ეს დათმობაზე წასვლა იქნება ძალიან მარტივი სახის. ის იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების შეთავაზება, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოვისმენთ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ათ შიგნით აქვს უკვე იმის რესურსი, რომ ერთი ადამიანი მეორე თანამდებობაზე გადაიყვანოს, იმიტომ რომ აი მამუკა მდინარაძის გვარი მაგალითად მე გავიგე რამდენჯერმე, როცა შსს მინისტრის თანამდებობა გათავისუფლდა, ეხლა როცა სუსის უფროსის თანამდებობა გათავისუფლდა, რამდენი მამუკა მდინარაძე დარჩა, ხო ქართულ ოცნებას ძალიან ცოტა. ის ხალხიც კი, აი ხარებასნაირი ხალხიც კი იძულებული გახდნენ რომ მოეცილებინათ, ხო და თავისივე კრიმინალები, რომლებიც თქვენ ჟურნალისტებს უსწორდებოდნენ, ჩვენ ოფისებს ამტრევდნენ და ასე შემდეგ, რამდენიმე თვის წინ დღეს ისინიც კი მოუწიათო ციხეში ჩაესვათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრძოლა შედეგის მომტანია და ეს შედეგი იქნება ყველაზე ნათლად გამოხატული ასევე მეგობარ აქტში. და ეს მეგობარი აქტი ნიშანია იმისა, რომ ბიზნა ივანიშვილი ვერ მოახერხებს და მან მშვენივრად იცის, რომ გატეხოს ამერიკული სურვილები, გატეხოს ამერიკული წინააღმდეგობა ან ევროპული. მას შეუძლია ჩვენ გავტეხოს და ამიტომ ცდილობს ამას და ამიტომ გატეხა გახარიას პარტია და ლელუსი. ბოლო რამდენიმე წუთი მაქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს ახლა ქართულ ოცნებაში არსებული მდგომარეობის გულისხმობა, აი კრიზისის, ეს იქნება საკადრო, შიგნით ფინანსური აქვს თუ ასე შემდეგ, პერსონალური, აი ამ კრიზისის იმ კონტექსტში სასარგებლოდ გამოყენება, რაც დაეხმარება პროცესს, რომელსაც ქვია ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტურება. აი ლევანმა რაც თქვა, რომ აი ეს დრო ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ხო, შემოდგომას არსებობს შანსი, რომ ივანიშვილი დასრულდეს. აი როგორ უნდა მოხდეს, აი თქვენ როგორ აპირებთ თქვენი კოალიცია ამის გამოყენებას? პირველ რიგში ერთიანობით იმ გადამწყვეტ პუნქტებზე, რომელიც გვაქვს მაგიდაზე, პოლიტიკურ მაგიდას გულისხმობ, ხო და სწორედ ამიტომ ვცადეთ ჩვენ რომ შეგვიქმნა ეს იდეალური ფორმატი, რო აპარტიის ფორმატი, რო ნახოს ქართულმა ხალხმა, ისევე როგორც უცხოეთმა, რომ ქართულ ხალხს აქვს მზაობა ჩამოყალიბდეს კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ ფორმატში.
და თუ ეს ერთიანობა ამ შემთხვევაში მოარღვია რაღაც ეტაპზე იყო ეს ქართული ქარტიის გარშემო, მაგრამ ფაქტობრივად მოარღვიეს ლელომ და გახარიას პარტიამ, როდესაც მათ უარი თქვეს ხო არ თანამშრომლობაზე, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად ამისა არის ცენტრი ქართულ პოლიტიკაში, არის ცენტრი, რომელსაც უდგას უკან ქართული საზოგადოება მთლიანად და ასევე უკან უდგას ქართველი ხალხი, რომელიც პროტესტს აცხადებს ყოველ დღე და თუ ჩვენ გავივლით რუსთავზე, ვნახავთ ვის ხვდებიან ყველაზე დიდი სიხარულით, ვის ხვდებიან ყველაზე უფრო ნაკლები სიხარულით და ასე შემდეგ. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით რა არის ამის მთავარი გამოსავალი. მთავარი გამოსავალი ერთიანობა არ თანამშრომლობასა და პროტესტში. ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი რამ, და ჩვენ როგორც ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას პატივი უნდა ვცეთ და ვაჩვენოთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვლის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა, ისე პატივი უნდა ვცეთ და ვაჩვენოთ დასავლეს და დემოკრატიულ სამყაროს, რომელიც გვერდში უდგას ქართული ხალხის სამბრძოლას, გვერდში უდგას მათ შორის ბიზნეს ივანიშვილის უახლოესი წრის სანქციებით, მათ შორის მეგობარი აქტით, მათ შორის იმით, რომ ევროკავშირში ფაქტობრივად ერთი ბრიფინგი არ ტარდება, რომ საქართველოს არ იყოს ნახსენები, იმით, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ შეხვედრაზეც კი ევროპელი ლიდერები ჩადიან და ლაპარაკობენ საქართველოზე და მაკრონმა ილაპარაკა საქართველოზე, ფინეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა საქართველოზე, მსოფლიოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მომენტში, ხო, ყველაზე უფრო გადამწყვეტი მოლაპარაკებების დროსაც კი მათ არ ავიწყდებათ საქართველოს და ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ არის მარტო, მას ყავს მოკავშირეები და ჩვენ ამ მოკავშირეებს უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ჩვენ ასევე ჩვენს მოწინააღმდეგეებს ბიზნეს ივანიშვილის ხარეს უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და ერთიანობა არის რაღაცაც მათ აღარ აქვთ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბიზნეს ივანიშვილს ჰქონდა ძალაუფლება, რომელიც აი ამ კლანების ბალანსზე იყო. ამ კლანების ბალანსის დიდი ნაწილი მორღვეულია. ვილუაშვილი წასულია, ღარიბაშვილი გაგდებულია, გომელაური მოშორებულია. რიჟვაძე ხარება ეს ხალხი ზოგი საფრთხეშია და ზოგი დაკარგულია და არ ვიცით სად არის. აქედან გამომდინარე ბიზნეს ივანიშვილი თუ საქართველოში აქამდე ასოცირდებოდა ბოლო 14 წლის მანძილზე სიმდიდრესთან, თუ ასოცირდებოდა უსაფრთხოებასთან, თუ ასოცირდებოდა წარმატებასთან, დღეს ასოცირდება საფრთხესთან, სანქციებთან, თქვათ პირდაპირ რაღაც კრიმინალი ხალხის მიერ დაკაჩავებასთან და ფულის ამოღებებთან. ადამიანის საავტოფოში მოხვედრასთან თურქეთში, რომელსაც ხმას არ აღებინებენ და არ ვიცით საერთოდ თვითმკვლელობამდე მივიდა თუ მას კლავდნენ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ბიზნეს ივანიშვილის თავარი საფრთხე დღეს საკუთარი თანამებრძოლებისთვის და მათ ყველაზე კარგად იციან, რომ დემოკრატიული ხელისუფლება, ისეთი ხელისუფლება, რომელიც იქნება საქართველოში ბიზნეს ივანიშვილის წასვლის შემდეგ, არასდროს მათ ასე არ მოექცევა. სწორედ ამიტომ მათ ინტერესშიც არის, რომ მოვიდეს საქართველოში დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება. კი ბატონო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.